კი არ მისვამ თქვენ რიტორიკული კითხვა დასვით ან ალბათ მოდი ჩამითვალეთ სურვილია ეს. კი ბატონო, მე უბრალოდ იცით რა მინდა გითხრათ, რომ პატრიარქი კი არა, ნებისმიერი ვინც არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში, ხა თქვათ ახალი პატრიარქის შემთხვევაში ეპისკოპოსების პირადი პასუხისმგებლობა იზრდება ძალიან. აი ახალ რეალობაში. იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად მიჩვეულები ვიყავით, რომ ჩვენ მაგივრად ყველაფერს პატრიარქი აკეთებდა და ფაქტიურად ჩვენ მხოლოდ აი როგორც მაშინ წერია სახარებისეული სახეა, რომ გვრიტი თუ ჩიტი რო შემოიკრებს თავის ბარტყებს და ფთებს რო გადააფარებს, აი ესე ვიყავით. ესე ვიყავით და რაღაც ბევრ ამაზე არ ფიქრობდით, არ გვიწევდა. უფრო ადვილი იყო. ხო, რა თქმა უნდა, დიდი პატრიარქი ყავდა ჩვენ, დიდი წმინდანი ყავდა და ესე იგი ის მე ბევრჯერ მიკითხავს ჩემი თავისთვის მაგალითად ყველაზე მაღალი ხარისხი ნდობის ჩემთვის რასად არის და პირველი რასაც მივხვდი რომ მე არა ვარ მე თვითონ ჩემი თავის და მე დავფიქრდი ვინ არის და პატრიარქი პრინციპში ჩვენი პატრიარქი რომელმაც გაგზარდა რომელმაც რასაც მეტყოდა მჯეროდა რა მოკლედ იმის ხმა მინდა ეხა ესე არ არის ეხა ჩვენ უნდა გადავინაწილოთ ეს პასუხისმგებლობა და იცით რა აი ამ გადმოსახედიდან მე ერთი რამ მინდა გითხრათ რომ არ ვიცი ხა თქვენ როგორ დამეთანხმებით ამაში თუ დამიჯერებთ რომ ესეა თუ არა მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ვიცი რა სიტყვა ვიხმარო ადეკვატურობას ალბათ მე რომ მოვითხოვო ეხა მე ან თქვათ ახალმა პატრიარქმა რაღაც ისეთი რამ რაც გადის მისი კომპეტენციიდან და რასაც მაგალითად ხელისუფლებას მიმართავს ხელისუფლება ამას არ შეასრულებს წინასწარ ცნობილია ეს იქნება არაადეკვატური მოთხოვნა გესმის რატო ხო არ ვიცი არა შეგვიძლია ამაზე განსხვავება მან უკვე მიმართა ესე იგი მას ნაფიქრი აქვს ერთ-ერთ კანდიდატს რაც შეეხება სხვა კანდიდატებს ახლა ცნობილია თავისი პრინციპული პოზიციით მართლა ძალიან რთულად წარმომიდგენია რომელიმე ხელისუფლება მაგალითად თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს მაგალითად მეუფე იობი ყველა ეპოქაში სხვა მეუფე გრიგოლის ქადაგებები და ეპისტოლეები გვაქვს წაკითხული და მოსმენილი იგივე მეუფე შიო რომელმაც მიმართა ირაკლი კობახიძეს ხომ მზია ამაღლობელის და სხვა სინდისის პატიმრების თაობაზე მაგრამ რეალობა რა მზია გამხნევდა ამითი და რაღაცნაირად კარგი იყო ესა იცით რა მე გამიხარდა როგორც ერთ ადამიანს რომელსაც უნდა რომ რაღაცა სიტყვა გაიგოს ეკლესიისგან რომ გავიგე რომ მიმართა თქვენ მე ვფიქრობ არ ვიცი მე მაგალითად კარგად ვერ ვორკვევი მაგაში მაგრამ გონი მან თქვენი როლი დიდია იმიტომ რომ გონი თქვენ შეიძლება რომ კიდევ მოიწვიოთ ხოლმე ეპისკოპოსები და მათ კონკრეტულად კითხოთ აზრი ამის შესახებ აი თქვენი აზრი მითხარი აბსოლუტურად ვეკეთახმებით მაგაში აბსოლუტურად მე რაღაცნაირად ესე მგონია მე ბევრჯერ მithქვამს სხვათა შორის კი მე უფე ბევრჯერ მithქვამს რომ მე მინდა ვიცხოვრო სამართლებრივ ქვეყანაში და მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში სადაც განსხვავებული აზრის გამოთქმისათვის ციხეში არავინ არ ჩაგვსვამს რა ვამბობ რა მოხდა ნუ მე ესე ვფიქრობ სინოდიც ესე იყო მე ესე ვთქვი დღეს მაგრამ ნუ სინოდის წევრები არ დამეთანხმენ მიიღეს რაღაც განსხვავებული აზრი და მე დავეთანხმე მერე იმას იმიტომ რომ სინოდმა მიიღო ასაკის ცენსთან დაკავშირებით მაგალითად ასაკის და განათლების ორივე საკითხზე მქონდა ესე იგი ეს განათლებაზე კი არა მაქვს ლაპარაკი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტზე დიახ რომელიც არ შეიძლება იყოს პრინციპული საერო იმაში იყო მაგალითები მოგვიყვანეს დღეს რომ აი თქვა არავინ არ მიიღებს უმაღლესი თუ სკოლის დიპლომის არა გაქვს ატესტატი და რაღაც კი მაგრამ ეკლესიაში ესე არ არის. ხო, მე უფე ისაიას მიმართვაშიც მაშინ ეპისკოპოსის ხარისხში რატომ დავიდე? ეკლესიაში მარტო ჩვენთან კი არა. მე დავასახელე დღეს სასულიერო პირებით ერთ-ერთი არის უდიდესი წმინდანად არ არის შერაცხული, უდიდესი მოღვაწე, უდიდესი მხატაგებელი ეს არის ანტონ სუროჟელი. ანტონ სუროჟელი ლონდონში მოღვაწეობდა, პირადად გავიცანი და პირველი რაც მითხრა რომ ეს ეკლესიო განათლება არ მაქვს მიღებული და მითხრა რა ბრძანებთ ხა მე უფერ მითხრა რა არა გაქვთ ისეთი ქადაგებები აქვს ისეთი იმდენი წიგნის ავტორია წიგნებს წერს რა ადამიანი და ეძახის რომ არა ნუ ის არა დიპლომი ხო
ხო და არიზომება ესე ბუკვალურად არ არის ეს. აი მე ვფერ ნიკოლო ზუსტად იმაზე იმ საკითხზე შევჩერდი წეღან, რასაც მე გულისხმობ ჩემს კითხვაში. ეხლა მე მესმის თქვენ რომ ბძანეთ რიტორიკულია ეგ შეკითხვაო, რომ უფრო ჩემი სურვილი მაქვს ჩადებული, როცა ამ კითხვას. არა, გეთანხმებით, მაგრამ რა გავაკეთო მითხარით? არა. ვაპარაკობ ამაზე მოგიწევთ საუბრები, ანუ როგორც სინოდის წევრებს, მომავალ პატრიარქთან? არა, რა ვიცი, ეხლა ეს ჰიპოთეტური კითხვა. როგორ დადგება საკითხი, რა იქნება, როგორ იქნება. ხო გეუბნებით, მაინც ძალიან სერიოზული თემა არის. ეცით მე მაინც მომხრევარ იმისი, რომ ნებისმიერი ჩვენი საუბარი იყოს არგუმენტირებული. არგუმენტირებული, გამაგრებული დოკუმენტაციით. ხო და რა თქმა უნდა, ახლა თქვენ მეტყვით, რომ მე თუ მოვინდომებ ყველანაირ დოკუმენტაციას მოვიპოვებ და წავალ და იმ ოჯახის წევრებს დაველაპარაკები და ან თუნდაც იმ ესე იგი პროტესტს რო გამოხატავენ ამდენი ხანი უწყვეტ პროტესტს, ყველა თითქმის ჩემი მეგობარია, ვინც იქ არის, ხო? თითქმის, ნუ ყველა არა, მაგრამ ბევრი. და წავალ და იმათაც მილაპარაკია კიდევაც და რაღაცა და ბევრ ამაში ვეთანხმები ამათ, მაგრამ იცით როგორ არის? აი რა გითხრათ, სადღაცა გადის ეს ზღვარი. მე ვიცი ჩემი კომპეტენცია რა არის. გასაგები. ჩემ კომპეტენციაში მე ვცდილობ რომ არ გამოვიდე აქედან. კი ბატონო, გასაგებია, ხომ გესმით ჩემი შეკითხვის სიღრმეშიც რაღაც ტკივილი მალაპარაკებს ალბათ, იმიტომ რომ აი უყურეთ, მე არ ვარ ადამიანი, ამას გულწრფელად გეტყვით, რომლისთვისაც სულ ერთია ეკლესია რას ამბობს, არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდა ცდილობს, რომ ასეთება წარმოგვაჩინოს, არ ვარ მე ასეთი. ამიტომ ჩემ შეკითხვაში თავისთავად სურვილიც მაქვს, შიგნით ჩაქსოვილი ძალიან დიდი. აი მე გეთანხმებით მაგალითად და მოგეუბნებით, აი თუ მაგალითად მე და თქვენ რამეს მოვიფიქრებთ, გავაკეთოთ და სინჯოთ რა გამოვაკეთეთ.